გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ გიგი გეიმერი და ამ ვიდეოში გაჩვენებთ ჩემს თამაშებს. ესე იგი, მოდით დავიწყოთ და ესე იგი შევიდეთ ჩემს აქაღალდეში, სადაც მაქვს ჩაგდებული ეს თამაშები, რომელსაც ქვია Game Zone. შევიდეთ ამ საქაღალდეში. აქ გახსნილია გიგი, გუგა და თამაშები. როგორც იცით, გიგი ქვია მე, სადაც მაქვს ეს ჩემი ვიდეოები, რომლებიც გადავიღე. ეხლა დანარჩენი ვიდეო, რაც YouTube-ზე მაქვს ატვირთული, ისინი წავშალე, რადგან არ მჭირდება. ანუ ჯერჯერობით ესენი გადავიღე, რაც არ მაქვს ატვირთული YouTube-ზე. ანუ აქ ვინახავთ ჩემს ვიდეოებს. როგორც იცით, გუგა, ჩემი ძმა, ისიც არის YouTuber-ი და მასაც აქვს თავისი არხი. მას ეს ვიდეო აქვს 100 ტვირთი და ამიტომ ეს ვიდეო აქვს მას აქ თავის ახალდეში ჩაგდებული, რომელიც ახლა ხან გადაიღო. ესე იგი, მოდით ახლა ჩვენ ესენი არ გვაინტერესებს და შევიდეთ თამაშების ფაილებში. თამაშების ფაილებში, ესე იგი, ესეთ რაღაცებს გვიყრის, მოდით დავიწყოთ ბოლოდან. The Forest. როგორც იცით, The Forest არის თამაში, როდესაც თვითმფრინავიდან ვარდების ტყეში და უნდა გადავრჩეთ. იგივე Minecraft-ისნაირი, მაგრამ აქ უფრო კარგი გრაფიკებია. ეს არის The Forest Updater by RG Friendorm. ანუ ეს არის The Forest-ის The Forest-ის აპლიკაცია, რითაც შეგვიძლია დავაპდეითოთ ჩვენი The Forest-ი. ეს არის Steam-ი, როგორც იცით, ეს ძალიან ბევრ რამეში გვადგება. მე ძირითადად ამას ვიყენებ The Forest-ში ონლაინში თამაშის დროს. ეს არის Minecraft-ში, ჩემი სკინის Minecraft-ში, აი ეს სკინი მაქვს, როგორც იცით და ესე იგი სურათის შევქმენი და აი ეს იყოს, ანუ სურათის შევქმენი და გადმოვიწერე. ხო, ანუ აქ გვაქვს Far Cry 3, Far Cry 3, როგორც იცით, არის ძალიან მაგარი თამაში, როდესაც ჩვენ ვარდებით მეკობრეების ხელში და ეს მეკობრეები უნდა დავხოცოთ, გადავირჩინოთ თავი და ასე შემდეგ. ანუ ეს არის first person-ის შუთერის თამაში. ესე იგი, აქ ხდება ესეთი Java-ს ფაილი. შევიდეთ მოდი აი აქ, შემდეგ lib და აი ეს არის Minecraft-ი. ესე იგი, აქ არის ეს Java-ს პროგრამები, ეს ყველაფერი, აქ არის Java-ს პროგრამები. აქ არის Minecraft-ის ტილაუნჩერი, რითაც მე შევდივარ. ესენიც აი ესენიც ის არის Java-ს ფაილები, მე Minecraft-ი Java-ს ფაილებში მაქვს ჩართული, იმიტომ რომ უფრო კარგია ესე და ხელმისაწვდომი ზოგადად შეიძლება აქ რომ არ ჩაადოთ, საერთოდ არ ჩაირთოს, ამიტომ აქ ჩავარდე. აქ მაქვს Vimworld-ი, როგორც იცით, Vimworld-იც არის Minecraft-ი, ოღონდ ეს არის ცალკე ლაუნჩერი, რითაც შეგვიძლია ონლაინში შევიდეთ და რა თქმა უნდა ამას უნდა ინტერნეტი და ეს играться sv.ru-m.org. ამითაც შეგვიძლია შევიდეთ ონლაინში და ამ sv.ru-m.org-იც ესეც მეხმარება ონლაინში შესვლის დროს, მაგრამ მე ძირითადად ამას არ მოვიხმარ, უბრალოდ ეს გადმოყვა აი ამ Minecraft launcher-ს. ხო, ეს არის ჩემი თამაშები. ესე იგი, მე მაქვს ესეთი Minecraft launcher-ი. ახლა ვეგაჩვენებთ, ჩაირთოს. აი ეს ჩაირთება. აი როგორც ხედავთ, ის იტვირთება. ეს არის ტილაუნჩერი Minecraft-ისთვის. ვისაც არ აქვს Minecraft-ი, შეუძლია ეს ტილაუნჩერი გადმოიწეროს და ამ ტილაუნჩერით ჩვეულებრივ სოლო თამაშსაც ითამაშებს და ქსელურ თამაშსაც. ესე იგი, იტვირთება და აი როგორც ხედავთ, ჩაირთო. ესე იგი, თქვენ ჯერ არ დამიდიო Minecraft-ის ვიდეოები, მაგრამ ვაპირებ რომ დავდო Minecraft-ის ვიდეოები YouTube-ზე. ესე იგი, მე Minecraft-ს თამაშობ, სკილებს და რაღაცებს ეგ სკილებს ვიხვეწავ, რაღაცეებიც იმას ვაქენი, დავამუღამე. თამაშობ უამრავ მინი თამაშს, როგორიცაა Hunger Games-ი, Survival Games-ი, Bed Wars-ი, Egg Wars-ი, Sky Wars-ი და ასე შემდეგ. ესე იგი, როგორც ხედავთ, ჩაირთო. მე Minecraft-ში მოწერია idg-gamer, ანუ idg gamer-ი. აქ მე ვერსია მიყენია 4G Optifine 1.12 და როდესაც დავაწვევთ Enter the Games, თამაში ჩაირთება. ესე იგი, ეს არის სულ ჩემი თამაშები. ვაპირებ რომ რამდენიმე თამაშს გადმოვწერო, აი ესენი გაჩვენეთ უკვე. ვაპირებ რომ გადმოვწერო რამდენიმე თამაში, მეგობრებო.
რომლებსაც როდესაც გადმოწერთ აუცილებლად გაჩვენებთ იმ თამაშებს და იმ თამაშებთან დაკავშირებით და იმ თამაშების let's plays აუცილებლად გადავიღებ. ასევე მე ძირფასო მეგობრებო, მინდა რომ გითხრათ, რომ ვაპირებ Far Cry 3-ის let's play-ების გადაღებას და ასევე დავიწყებ Minecraft-ის გადაღებას, რა თქმა უნდა, ონლაინში. ნახვამდის მეგობრებო, დროა დაგემშვიდობოს. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაასაბსქრაიბეთ, თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ. თუ ახლებები ხართ ჩემ არხზე, რა თქმა უნდა, გამოიწერეთ ჩემი არხი, დააკომენტარეთ ეს ვიდეო და ნახვამდის.